არა უშეს. უკაცრავად. გამარჯობათ, ბატონო პროკურორო. გამარჯობათ. სიბერეს რა უთხრა? სიბერეს. ასეთ შენი ერქალბადოს რო ერთხელ სამაგიეროთ მე არ ვთქვი, თავს არ ვიკაკვნე. ვიცი ბატონო, თორნიკე და დისპატისაც გცემთ. მაგრამ ქალბატონო მარიკა ჟღენტი. მარიკა ჟღენტი. ეს ის ვარდა რა ვქნა. რა უნდა ქნათ, ვერაფერს ვერ იზამ. ერთი სურვილი მინდა შევისრულო. რა სურვილი? ფინჯან ყავაზე მინდა დაგპატიჟოთ და უარი არ მითხრათ, გული არ მომიკლათ. ზაზძანე ბატონო თორნიკე. უარს როგორ გეტყვით, სიამოვნებით. საოცარია. მრისხანე პროკურორ თორნიკე ჯანდიერთან ერთად ვზივარ კაფე მუსედიში და ყავას მივირთმევ. მრისხანე? რასამ? შებზე გულწრფელი კაცი არ არსებობს. აი სულ კოკა ჯაფარიძე მიყრის ხმებს, მოკლა მე მაგას. მოკლა. და ბატონო თორნიკე არ მოკლათ, არ არის კოკაცული ბიჭი. არა ხო? ნუ კარგით, მაშინ სუბუქად დავში. მადლობთ. ჩემო კარგო ქალბატონო, სხვა არავინ არის დასაჯელი ჯაფარიძე რო არ დავსაჯო. როგორ მომბეზრდა ამ გამოძიებებზე, დასჯაზე და იმაზე ლაპარაკი. თითქოს სხვა არაფერი არსებობს. არსებობს ბატონო თორნიკე, როგორ არსებობს? სიკეთე, სიყვარული, კეთილშობილება. აქეთ ყაჩაღები და იქით კიდე ჯენტლმენები, არა? არა, რატომ? კეთილშობილი ყაჩაღებიც ხომ არსებობენ. რობინ ჰუდები და არსენა მარაბდელები, ხო? ჩემო ქალბატონო, ცხოვრება ლიტერატურა არა. მე ჯერ კეთილშობილი ყაჩაღი არ შემხვედრე. აი კეთილშობილი მიღბით შემოსილი მგელი რამდენიც კიდე. რა იყო ბიჭი? პროკურორი ჯანდიერი. რა ჯანდაბა მაიყვანა ამ დროს ახლა. მაინც რაღაცა. უშე გვიჭერენ და ჯერ მოგვესწრო მაინც რამე ამის დედავატი. რა შეგაშინა ბიჭო რა? ქულს ხუდი ეტვისო? თქვენ არიცით ძმებო რა მურტალი გრძნობა ყოფილა, მას ახლა როდემდე ვიждეთ აქ კურდღელები ვიცი. იმას იუზას და ოთარას მეტი კი არაფერი უნდა. ეგრევე დაგვეთესებია. არქალხა. წავ. სვაგზა არ არის უნდა წავიდე. მიდი. წავიდე. ვაშკაცურად გავიერო. კუკურა ვაბერია. კუკური. კუკურა ვაბერია, შენი წილი. ამას ვის ხედავს, კაცო, ჩემი თვალები. აი, მაგალითი რაღაცას გეუბნებოდი. აი ეს კაცი ერთ-ერთი საუკეთესო გამომძიებელი იყო პრინციპული და პატიოსანი. კეთილშობილმა მგელმა შეიწირა. ძალა აღმარცხებს. ყველამ ვიცოდით რა ყაჩაღსაც ებრძოდა, მაგრამ ჩინოსანმა ყაჩაღებმა აჯობეს და პენსიაზე გააგდეს. და ის სიმპათიური მამაკაცია, ჟანმარეს რომ გავდა. გონი ნოშევან ჯორჯაძე იყო, არა მწერალი. დეკემბრის პასიანსის ავტორი. იცით, მე მისმა წიგნმა გადამაწყვეტინა მწერლობა. და იცით რატომ? მისი ერთი გმირი, მწერალი, რომელიც მგონი ავტორის ალტერ ეგო უნდა იყოს. ასეთ კითხვას სვამს. როდის იწყებს ადამიანი წერას? როდესაც ლაპარაკი უნდა, თუ როდესაც დუმილს ამჯობინებს. მე დღესაც არ ვიცი რა მირჩევნია. მე და თვითონ რას ვფიქრობს? ეგონე მე არ ვსწავლობდი ხანი დამჭირდა ფეხზე რომ დავდგე. შენი სინეცარელი ხელები თამაშობს. მართლა ძალიან კარგი პროექტები მინდავს. ხოლო შორის დიდო სიმწადის იმედი მაქვს. აი გრამის მერე ძალიან კარგად არის. რა ვიცი. დამკერდა რომ ვიღაც პროდიუსერებს გადასწავლა.
მე არ ვიცი რა ხას ვენახავ. მაგრამ ცოტა უნდა მოვიწმინოთ. შენ ხომ გესმის? მე კი მესმის შენი, მაგრამ აბა შენი მეცად. ოდა შენს იმეცადოებ. ხონახავ. შენ როგორ ვიცი. ვიცი, მაგას ახლა თავის მაკაცების მეტი და შენს მეტი აღარავინ დარჩა. ან მეგობრებთან არის, ან ჩემების სასაფლაოზე. ან აქ. ბოტანიკურ ბაღში. რა კარგია რა. აქ მართლა კარგია. იცი მე მთელი ბავშვობა გავატარე. რაც თავი მახსოვს ბაბუჩიმის სულ დირექტორის მოადგილე იყო. მე შემების დაღუპვის შემდეგ საერთოდ აქ გადმოსახლდით. მე და იუზა. აი ეს ორანჟერეა მიყვარდა ძალიან. აი ფუთხეს ხედავ. აი ეგ ბიჭები და გაკვეთილებს იკვაკეთებდა. აი ეს კაქტუსები ვიცოდი ზეპირად. აი შეხედე იმურს. ის მექსიკიდან არის ჩამოტანილი. აი ეს ავსტრალიიდან. ჩემი თავი ხან ჯუნგლებში მეგონა ხან პრერიებში. მე იუზა რაღაც ამბებს მიყვებოდა ხოლმე. მე იმ ამბებს ფილმებად წარმოვიდგენდი. რო გავიდა დრო თვითონ დავიწყე ამბების შეწყვა. ცირა არის მსნაური. ყველა ის ამბავი ბაბუო და შვილიშვილთან იყო. ხან რა გმირობა შევდიოდით, ხან რას. ისე ძალიან სასაცილო კაცია. მაგის გმირობა კი არა, ხმა მაგარი სიტყვა არ ასოს არის. მთელი თავის ყურება იჯდა და სცენარიებს ეჩურჩულებოდა. იცი ერთხელ რა მითხრა? რა. ახალგაზრდობაში მაგარი დამრტყმელი ვიყავი. ბინა, იუზა? ყველაფერს დავიჭერებ ამის გარდა. მაგას პეპლის საჭერზე უფრო საშიში არ ჭერია. მოდი. ეხლა გიორგიმ რომ ეს ამბავი გაიგოს. არ ვიცი რა, არ ვიცი. დამაწყდა რა, ნერვები დამაწყდა რა. ვერც კი ვიჯერებ. ეს მიშენა რომ ეს ყველაფერს სიმართლეა. არ როგორ დათანხმდი კაცო შენ, გამაგეგი ბიჭო. იუზა. როგორ დათანხმდი ბიჭო? იუზა, ჩემო კარგო. შენ მარტოობაზე წუწუნებ და არც კი იცი შენ რა არის ნამდვილი მარტოობა. გაიგას ვერც ეხლას. მარტოობა ის კი არ არის ეს ფიზიკურად რომ მარტო დარჩები, არა, ნამდვილი მარტოობა ისაა რომ ცხოვრების ბოლოს შენ საკუთარ თავს გამოუტყდები რომ უსიყვარულოდ კი ცხოვრი ამ ქვეყანას. და რომ ატყუებდი საკუთარ თავსაც და იმ ქალსაც, აი იქ გვერდზე სამზარეულოში შენ შვილიშვილებს რომ ზღაპრებს უკითხავს. არა მე ვიცი რომ ცხოვრებას თავიდან ვერ დავიწყებ, სიცოცხლე არ შეიძლება რომ თავიდან დაიწყოს. წავიდა გაქრავი და სიზმარი გამიცა, მაგრამ შენ იცი მე აი შეთავსებით რატომ მუშაობ ცირკში. არის ხმაწელობას მაგონებს. აი ბავშვობის რაღაც სუნი ასდის, გესმის შენ. ეხლა რა ჩემ ძმა კაცებთან ერთად რაღაც სისულელე მინდა ჩავიდი. ბიჭო, სისულელების მეტი რა არის ამ ქვეყნად კაცო? გამოირია? რაღა მაინც და მაინც ყაჩაღობა ავირჩიეთ, გამოირია? არა, იუზას ვენაცვალე. რა არა კაცო? ეს ყაჩაღობა არ არის. მარა არის. უსამართლობასთან ბრძოლა. დორში მინი რობინ გუდ. ვაი ჩვენი ბრალი, ჩვენი ბრალი. კარგი, ნუ. აი ჩვენ წავედი. ძმებო, გეგმა ესეთია. ბანკზე თავდასხმა გამორიცხულია, არ გამოვა. ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. მაგრამ არის მეორე ვარიანტი. აი ეს პაატაკი კაჩეიშვილი უნდა მოვიტაცოთ, გავკოჭოთ და გადავმალოთ. მერე ულტიმატუმი, ან ფული, ან სული. ეგეთ? სადაც სული მაგ შობელწავს მაგარი. Значит, пули. მოიცა. კი, მაგრამ როგორ უნდა მოვიტაცოთ? ასე ადვილია? მაგას ისეთი დაცვა ეყოლება ჩემო. ყველაფერი მოფიქრებულია გენეცო. ეგ ბედოვათი. საყვარელი ხავს ერთი. კვირაში ორჯერ დაბარებული ვით გამოცხადდება ხოლმე. დაცვა ქვევით ელოდება მანქანაში. რას ვიზამთ ახლა ჩვენ?
დაცვას გავაიარაღებთ, სახში შევარდებით, ამ პაატას გავყოჭავთ და წავიყვანთ წინასწარ დათქმულ ადგილზე. მე თავისივე ხელით თავისივე ბანკში დავარეკინებთ და ფულს მოვატანინებთ დანიშნულ ადგილზე. ეს ყველაფერი ძალიან კარგია. მაგრამ იმას არ ვშვების. მუტრუკი დაცვა რო ყავს, იმას მოვერევით ჩვენ. შენ რას ლაპარაკობ? და ის წინასწარ გამზადებული სამალავი სად არის? დაცვაში სულ 2 კაცი ყავს. დავიჯერო 2 კაცს ვერ მოვერევით. მოვერევით, მაგრამ ძმებო, არც ისე ბებრები არა ვართ, გაიგეთ თქვენა. მოვერევით. რაც შეეხება სამალავს, აი ეგ მოსაფიქრებელია. ხამის დედა ვატი, რა დროს გავყიდე ჩემი აგარაკი ამის. მაგრამ მაიცა? ჩემი ბინა. ვინ მოგვაგნებს? ვინ მოგვაგნებს და შენი შვილი მაიკო. მოვარო ნახოს თავის გალოთებული მამიკო და დახტება გასკვანჩული პატიკო. ამ საქმეში ჩვენი ბინები არ გამოგვადგება. აი ესეთი ადგილი უნდა მოვძებნოთ, სადაც არავინ არ დადეს ხალხო. მე ვიცი, ეგეთი ადგილი. რა? რას მომსტერები ხართ? ვიცი. თუ ეშმაკ. ეს ის ჯიგარი არ არის? ახტოსების საგარო აკანკალა სულა. აი, მოხვედი ჯიგარო ხოშზე? მოკლედ. ბოტანიკურ ბაღშია. ჩემი ყოფილი ორანჟერეა. ჩემს მედი იქ არავინ აღარ დადის. მე აღარ სიმახსოვს უკანასკნელად ვინ დაადგა ფეხი იქ. ორანჟერეას მეთვალყურეობს 2 კალბატონი. გაუთხოვრები არიან. დები, სულ ერთად მიდიან, მოდიან. ერთადვე ავად ხდებიან ხოლმე. აი ახლა სავად არიან ისინი. ასე რომ ორანჟერეა თავისუფალია. და იქ ვერავინ ვერ მოგვაგნებს. ეს კარგი აზრია, რა სიტყვით ვიჭებო? ინვალე ასრია. შენ გამოგივლე, შენ მოხინი. მუსიკ შენა ხარ ბიჭო. ნოშლევან. ეხლა თუ მხედავს, ნეტავ ჩემი ქეთუშანია. ხედავს და აი იმის სულის სამადლოდ უნდა გავაკეთოთ ეგა ნემაგის დედა ვატილე. მოიცა ძმებო ერთი წუთით. ჯიგრებო. ჩემო კარგებო. ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ერთმანეთს როგორ უნდა მივმართოთ? სახელებით? რათა სახელებით? კლიჩკებით. ჩვენი ჯეელობის კლიჩკებით. რუბინშტეინ. აპერკოტ. ჟან მარე. კამბოსტა. ფილოქსერა. ჯიგრებო. ჩვენ საკაბელო ტელევიზიიდან ავარდგენეთ. ახალი გასართობი არხი გამოვიდა და ჩვენ კლიენტებს უფასოდ უკეთებს ახალწლს. ეგარია. მოიზრე სიფათიდან არა, ამას ვერ მოვიძრო გერწელი. ამის მოხსნა აკრძალული გვაქვს. სამსახურიდან მოვიძრო. მოიძრემეთ. არნიკარო. ხუქს პრავა. გელები დააწყე საჭესთან.
ზარი დარეკე შენს უფროს უთხარი საკაბელო ტელევიზიიდან არიან თქო. ვინ არის? ლადო ვარ. ქალბატონო თამილა, საკაბელოდან არიან ხელოსნები, ახალი არხი გაიხსნა, რაღაცა უნდა დავაყენოთო. უფასოდ კომპანიისგან. რა ხდება მათ? არაფერი ბატონო პაატას იწყნარია. ხელოსნები არიან საკაბელოდან. უგამში ამოწმა სუფთები არიან მალე მორჩებითო. კარგი, თამილა ჩავა. ნუ გეშინია, აღარაფერს არ დაგიშავებთ. პატიკოსთან აგვაქვს პატარა საქმე, დაველაპარაკებით და წავართ. თამილა! ბატონო პაატა. რა ხდება? ტრასტის რაკო? და ვინ ახართ? რა გინდა? ვერ ახედავ? გიშები მოვწულვართ ქალაქიდან. ანდერძი უნდა აგიგოთ. თქვენი ციც არ მოხვედით. შენ კი ვიცი სად მოვიდით. შენმა ცოლმა თვიცი შენ სადაც. რას ბედავთ თქვენ? ეს ბედა და გამორჩი ბაზარი გაიგე? ეხლა უნდა საკატაო საგიყვანოთ შენ. შენი აი შენ. ვა! საღორ ჟანმარე. ხუქსლევა. ეხლა ყური დამიგდეთ ქალბატონო თამილა. აი თქვენი კავალერი ცოტა ხნით ჩვენთან წამოვა. თქვენ აქეთ. 20 წუთი ხმარა მაიღოთ. გასაგებია? აჰა, ძალიან კარგი. მადახელი. კარგი. სამიმდი ვიღარი თქვენ არა მოდი დაჯექი გამბოსტა ჩქარა დაადი აღარი თქვენ სამიმდივართ აი მალე გაიგე არა დაწყნარდი რა ბიჭო დაწყნარდი არა აი მაღაზიასთან გამიჩერე მაღაზია აგის ისენაკა რა გინდა მაღაზია მაღაზიასთან გამიჩერე გიწყარი ჩემი ჯერმარე გაჩუმდი ხლე ნუ გააკურე გაიგე აი მაღაზიასთან გამიჩერე გამიჩერე ხლა დავრეცავა ქაულობას გაიგე ეხლა დალევა არ შეიძლება არ შეიძლება დავრეცავა ქაულობას გააჩერე რა უნდა გაუჩერე რო გაგის ძიდგასო გაუჩერე შერე თავი დაღუნე ხტები თავი დაღუნე რო არ გამოჩნდი ეს ვინა ყოფილა დო ბატონო ნაშრევა. დიახ. ნაპატიო. თქვენ მე არ მიცნობთ, მე თქვენ თაყვანისმცემელი ვარ მარიკაშხენი. იცით რა, მაპატიეთ რა, ძალიან მეჩხერება და... არა, მხოლოდ ერთი წუთით, ერთი კითხვა რა, ძალიან გითხრათ. კითხვა? ხო, როდის იწყებს ადამიანი წერას? როდესაც ლაპარაკი უნდა სხვასთან თუ როდესაც დონილს ამჯობინებს? იცი რა, მე მაგ საკითხებში ვეღარ ვერკვევ. კარგად მენახე. კარგად მენახე.
ბატონო ნოშევან. ბატონო ნოშევან. ნოშევან. არის დავგასო. საღამოს დაგირეკავთო. ფული თუ არ იქნება პატას ვეღარ ნახავთო. თანხა არ დაასახელეს? არა. კაცები. რამდენი იყვნენ? 4 თუ 5. უფრო ზუსტად? თავიდან 2 გადმოვიდნენ მანქანიდან. 1 საჭესთან დარჩა. 6-3. მერე კიდე 1 გადმოვიდა? არა, გამახსენდა, კიდე 2 გადმოვიდნენ. ასე კი 5 გამოდის. ქალბატონთან თქვენ რამდენი დაინახეთ? 3. სახეზე ვერცეთ ვერ დაინახეთ, ხო? ვერა. ვერც ხო? ვერა. შეიძლება კიდე გულგერევა? კონი ტვინის შერყევა ამკიდა. ეგეთი რა დაგარდა ბიჭო რა. მოშტი. პროფესიონალის დარტყმა იყო. ო? ესე იგი, ყველანი ერთნაირ კომბინეზონებში და ნიღბებში იყვნენ? ხო. არა, ნიღბები სხვადასხვანაირი ეკეთათ. პირველი რომ შემოვარდა. ხო. თხრის თუ გლის ნიღაბი ეკეთა. ზუსტად არც მახსოვს. მე რომ დამარტყა ის თოვლის ბაბუის ნიღაბში იყო. მაგას რა დამავიწყებს. მოიცა, ესე იგი თქვენ კიდე თქვათ რომ ეს საბავშვო ნიღბები ეკეთათ? დიახ. როგორ კაცო? გლები, თხები და თოვლის ბაბუები? ალექსეევიჩ. სულ დავირბინე მთელი შაობა თორნიგერასთან. არავინ აზი არაა, კაცო, არც ეგეთი ბანდა გაუგონია ვინმეს. ეხლა ორი ამხელა ქურდი, კაკადო და ჟორა ბახტრიორსკი. დედას რომ დაიფიცებენ, ხო წარმოგიდგენიათ? სად არა არანაირი ყვალი. მოგლეთ. ან გასტრალიორები არიან მაგენი, ან და პროფესიონალები უნდა იყვნენ აშკარად. მე რას ფიქრობ ეს ერასტიში? დადგმული ხო არ არის ყველაფერი, ა? თვითონ ხო არ გაიჩერდია? და რას მე ამ კიკაჩეიში უზარმო გაგონილი? აი დიდი ჩათლახი უნდა იყოს. ჩათლახი. მაგისთვის ეს ნამეტანი ქებაა, ბიჭო. ყველაფრის კადრებელია. მაგრამ ეს ამბავი დადგმული არ უნდა იყოს. საუბედუროდ არ ქონდა მაგას გასახცევად და დასამალად საქმე. როგორ არ ქონდა თორნიგერას ლაპარაკო? კანონით როგორ არ ქონდა ამისთანაც სიბირძურის ჩამდეს. მაგერაც ციხეშიც კი უნდა იდეს უკვე. მაგრამ იმისთან აკრიშა მფარველობს. ცადეთ ბიჭო ჩვენ მაგის გასკვანჭა, რა ვარ ცადეთ. მაგრამ თვითონ კარგადაა და კუკურა ღვაბერია შეეწირა მაგასთან ბრძოლას. მოიცა, ვინ? კუკურა ღვაბერია? ხო, ღვაბერია. თავარი საგამოძიებო სამმართველოდან. კუკურა იძიებდა ნარკოტრაფიკის საქმეებს და პირდაპირ პატას მიადგა. ეგ არის მაგათი თავარი ბანკირი. პენსიაზე გააგდეს ეს კუკურა. მოიცა, ეგ კუკურა ღვაბერია, რომელიც დაბალი ჭაღალი კაცი როა? დაბალი და ჭაღალა მეც ვარ შენ. არა, სხვასგანაა, ჩადგმული კაცი ესეთი, ესე თოხივით აქ გულაში, ხო? ხო, მასეთი კია, რავა? არა, არაფერი. სადღაც ვნახე ამასინად, ვერ ვიხსენებ. ამასინად მეც ვნახე შეგაცო. სულ დამავიწყდა შენთვის მე თქვა, მე და ის შენი მარიკა ყავას მივირთმევდით. შენ ხარ ჩემი ბატონი და მოიცა, თქვენ და მარიკა? რა იყო ახლა არ შეიძლება ამას ქალთან გავიარო? არა, კი, როგორ არა, შეიძლება. სად ვნახე, კაცო, სად ვნახე? რა გაგიშტება, ბიჭო, თვალი ხომ არ ბრavo. არა, ერასტიჩი, არა, უბრალოდ სად ვნახე, ღმერთო, გამახსენე, სად ვნახე. სად ვნახე და ზოოპარკში ვნახე. ეგზოტარიუმში ვნახე. როგორ ტარიუმში არის? მოიცა, ჟურიკ. ეგ კუკურა ღვაბერია ეგზოტარიუმში ვნახე. ვიღაც
მოხუცთან ერთად, სულ 5-ნი იყვნენ. კაი, ახლა ნუ გადამრიან ესებში, ლებს ამ. კი. მოიცა, ნოშრევან, მოიცა. კი, მოსა თამრიკომას კი მითხრა, რაღაცაზე კამათობენ, ბებრებიო. მე ისეს კი ვთხარი, მე და ჟურიკას ესე ვიქნებით მეთქი, კიდევ, ხო, აი, კიდევ. ალბათ რაღაცა სისულელეზე კამათობენ მეთქი ეგეც. რასა, რომ აბარაგო, გასო, თორგერას ვერაფერი ვერ გავიგე. ვაცალე, ბატონო, ვაცალე. რაღაცა კიდევ იყო სასაცილო, ღმერთო, გამახსენე, რაღაცა კიდევ იყო სასაცილო, ა? გამახსენე, ღმერთო, რაღაცა კიდევ იყო სასაცილო. ნიღბები ერასტი. საბავშვო ნიღბები ეკეთათ. ხო, დათვები, ხებიდან გლები, თოვლის ბაბუები. ეხლა გადავირები იცოდეთ, კაცო, გაგვაგებინე ერთ მასალე. ბიჭო. კუკურა ყვაფერია. აი პატაკი კაშეიშვილის გამო გააგდენ ორგანოდან, გესმის შენ? ახლა კუკურაზე დიდი მტერი მაგას ვინმე უნდა ყავდეს? არა, მაგაში ასო. ესა მართლა 5-ნი იყვნენ? 5-ნი. დარწმუნებული ხარ? დაზგეფისო. ნიღბებში. ნიღბებში. არა, დაუჯერებელია, რა კუკურა ნიღბებში. არა, დაუჯერებელია. მიუხედავად ამისა, ახლა ყურადღებით მომისმენთ. ხმა კრინტი. შუმად გამოიძიეთ ყველაფერი. არავინ არაფერი არ გაიგოს. კაცი არ დაუღოთ, ბიჭო. კარგი კაცი. ცოდვა არ ავიკიდოთ კისერზე, კაცო. ესე. ეხლა პირველები რუბინშტეინი და ფილოქსერა იმორიგებებენ. დანარჩენები წავალთ. რეინა ჩვენთან ერთად წამოვა. აჰა, თქვენ ესა? პაპაპაპაპაპაპა. დაიჭი. აიტა. დროზე. ქალბატონი აქ დარჩება. მასპინძლობას ჟანმარე გაგიწევთ. ძველი ნაცნობობის ამბავში რა. რა, მეც უნდა დავაბად? როგორ გეკადებათ, ქალბატონო? ჩვენ კეთილშობილი ყაჩაღები ვართ, გენაცვლეთ. აკი კეთილშობილი ყაჩაღები აღარ არსებობენო? ვინას თქვა, ვინა? ერთმა პროკურორმა, რა მნიშვნელობა? მათ არ ეხა თუმცა მას რა მნიშვნელობა. მოკლედ, მე და ამერკოტა დიდ ორანჟერეაში გავართ. შენ გეგერობით აქ იყავი. ქალბატონი არ მოაწმინო. დადი. გამრძადეთ ქალბატონო, გამრძადეთ. დაგღალეთ რა? თქვენთან დამნაშავეები ვართ. უნდა გვაპატიოთ. ჩემი ბრალია ყველაფერი. არ მკითხე მოამბეო. შეგაშინეთ რა? რომ გითხრათ არ შემშინებია მეთქი დამიჯერებთ? რა სიცინით? არა, თქვენ გონიათ ეს სასაცილოა, ბატონო ნოშრევა, ანუ კაცრავად, ჟანმარე. არ გესმით არა თქვენ ინტელექტის ადამიანს, რომ ეს ავანტურა განწირულია. მაგრამ უკვალოდ ხომ არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება. განწირული სულისკვეთება კი არა, ეს ბავშვობაა. თქვენ გამოუსწორებელი რომანტიკოსი ყოფილხართ და დარწმუნებული ვარ თქვენი მეგობრებიც გამოუსწორებელი რომანტიკოსები არიან. ეს ნიღბები და მეტსახელები, თითქოს კინოა. სტარიკი, разбойники. თქვენ ფული კი არ გჭირდებათ. თავგადასავალი მოგენადრათ. არა, ეს უსამართლობასთან ბრძოლა. უკანონობას უკანონობით ვერ დაამარცხებთ. ვერც უმოქმედობით. მაპატიე შვილო, მაგრამ სანამ აი ეს ნაძირალა ფულს არ მოიტანს. აქედან ვერ გაგიშვებთ. რომც გამიშვათ.
მე თვითონ აღარ წავალ აქედან. ვერ მიგატოვებთ. ბიჭო, კუკურა. ხო არ გაიყიდე, ბიჭო, ხო არ გიცნოე? მიცნო და მიცნოს მაგისიო ხერი დედაცვატირე. მე ძმა უკან დასახევი გზა აღარა მაქვს. ბოლომდე უნდა მივსდიო. რაიხსტაგამდე. იმ გოგოს რა უყოთ ახლა? აი ეგ არ ვიცი ჯერა. აი, ნოშრევან, შენი ჯიუტი დედავატირე. აი, კატამთხარაო, თაგვი გამოთხარაო. აი ეგ არის რა. ეხლა ეს მითხარი. მაყუts ნაღდათ მაიტანენ? მაიტანენ, აბა რა სიზამე. მე რა უნდა ვხოთ, რომ საწავიღოთ ეს ფული და. იუზას ბიჭს უნდა მივცეთ, კაცო. ნუ გეშენია შენ ტაბაღუასაც უყიდით, ფეჩად. ჯიგარი ხარ, თანომრილი რო იყოს. თანომრილი რო იყოს, მე რა ვქნა. იცი რას გეტყვი ძმო? ჩემი საქმე იყო ოპერაციის მოწყობა. აი მაყუts ახლა თქვენ თვითონ მიხედე. ფილოქსერა დაწყნარდი. ხო, არა, ყველაფერი რიგზია, რუბინშტეინ. ყველაფერი რიგზია. ფილოქსერა, რუბინშტეინი, კამბოსტა. თქვენ არ ხართ საქმის ხალხი, არიფები ჩანხართ. რაო? ჩვენ ვართ არიფები? ჩვენ ვართ არიფები, მითხარი მაგარი ბიჭი ხარ, რასი ხარ მაგარი? არა მომშორტი, ფილოქსერ. რასი ხარ მაგარი, რასი? აი, мама ძაღლობაში და ჩათლახობაში, არა? ნარკოტიკებით ვაჭრობაში და შავი ფულის გათეთრებაში, არა? რამდენი კაცი ყავს დაღუპული? 1000? 10000? მითხარი შენ ბუზარ, თურმე ტყვით, ბლიკაგიხრით. ასე მოდიდო. მე კი აზზე ვარ, მაგრამ თქვენ თუ ხართ აზზე. რა ხდება აქ? კი რა ამ დაგხოცე ბიჭო. რა მოხდა? ფერია, რუბინშტეინი ბობოქრობს. რუბინშტეინი. ბატონო ნოშევან, მე დეტექტივების ავტორი გახლავართ და ცოტა რამ გამეგება დედუქციისა. დიახ. უნდა მოგახსენეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა სწორედ მეტსახელების არჩევისას დაგიშვიეთ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რუბინშტეინის მუსიკასთან უნდა კონდეს კავშირი, აბერგოტას კრივთან, რაც შეეხება ჟანმარეს. ჩვენს ქალაქში არც ისე ბევრი მამაკაცია ჟანმარეს რომ გავდეს. ასე რომ, როდესაც რუბინშტეინს, აბერგოტას და ჟანმარეს მიაგნებენ, ფილოქსერასა და კამბოსტას პოვნაც არ იქნება ძნელი. ხო მართლა ეს ფილოქსერა გასაგებია, ბოტანიკური ბაღი და ეს მეტსახელი საკმაო ინფორმაციას გვაწვდის თქვენს მეგობარზე და აი უნდა გამოგიდგდეთ და კამბოსტას გაშიფრა ცოტა გამიჭირდა. თქვენ ძალიან საშიში ხალი ყოფილ. არავინა? არავინა. აქაც არავინ არ არის. არც ის ღვაბერია ჩანს, არც ეს იუზა კაკაბაძე. ალესები, ძებნა ხომ არ გამოგვეცხადება. კარგი რა ჟურიკი, მორჩი რა შეიძლება რა. ოღონდ ძებნა გამოგასყიდებინოს, კაცმა მეტი არაფერი არ გინდა. რის საფუძველზე გამოაცხადა ძებნა? რა გინდა, მასხალ გინდა ამიგდონ? არა, ჩვენ თვითონ უნდა ვიპოვოთ. წამოჩერეთ დავართ. ისე, უკასრავად, თქვენ რა აქ ცხოვრობთ? დიახ. და რა შეესაქმე? ჩვენ პროკურატურიდან ვართ. მე კოკა ვარ ჯაფარიძე, ეს კი ნოშრევანია ჟურული. გამარჯობა. იუზა კაკაბაძეს ვეძებდა, ხო არის ცნობთ? ბაბუა ჩემს? ბაბუა თქვენია? დიახ, სხვათაშორის ბავშვობიდან ვიცნობ. ხა, როგორც მე ვერ ხვდები პროკურატურას რა საქმე უნდა კონდეს ბაბუაში. არა, თქვენ ნუ ინერვიულებთ ისეთი არაფერი, ზოოპარკში, ეგზოტარიუმში მოგცეს ეს მისამართი და ხო იქ მუშაობს? დიახ.
კონსულტანტად არის ის. ხო. პენსიაზე გასვლის შემდეგ იქ მიიწვიეს. ხო, ეგ ვიცით, დარაჯათაც არის თურმე გაფორმებული. მეგობრებიც იკრიბებიან მისი ყველა იქა და. მეგობრები? ხო. რომელი მეგობრები? რავენ მეგობრები, კაცო, მაგალითად კუკური ყვაბერია. კუკური ბაბუა. თვალსაჩვერის ძალიან ახლო მეგობრები არიან. ბავშვობის. უკასრავად იქნებ მაინც ამიხსნათ რაშია საქმე. აი, კუკური ყვაბერიას ვეძებთ და ვიფიქრეთ სამსახურის საქმეზე. კოლეგები ვართ. იმედი გქონდა რომ ბაბუა თქვენი გვაპოვნინებდა. ხო, ვიფიქრეთ, კაცო, სადმე ერთად ხომ არ არიან მეთქი იმაში ეგზოკულტური ტარიუმში, ხო, ეგზოტარიუმში არ გამოჩეიმა თურმე. სადმე ერთად იქნებიან ეგენი, შეიძლება დომინოსაც გეაჭახუნებენ და ეს. ბაბუა ჩემის სახში თუ არ არის, ან ეგზოტარიუმში, ან ბოტანიკურ ბაღში. სად არის? ბოტანიკურ ბაღში. ბოტანიკურ ბაღში? დიახ, წლების მანძილზე იქ მუშაობდა დირექტორის მოადგილე. გასაგებია. ასეა სამსახურმა მიჩვევა იცის და. ეს მითხარით ეხლა შესაძლებელია იქ იყოს ბოტანიკურ ბაღში? შეიძლება იყოს. არა, თუ გნებავთ, მე წამოყვებით. არა, არ არის აუცილებელი. დიდი მადლობა ჩვენ თვითონ. კარგად. კარგად. დაუცნაურია ჯური და. რა იყო ალექსეევიჩი? გაგიგირდება და მარკაზე ვფიქრობ, ეს გარდაურეკია. გაჩერდი რა ალექსეევიჩი, არ იგწევია კაცო. აი, ცივა კაცო. აი მე კუკურამის დედავატირე. პალუნდრატო. ჩქარა. ეს აკი აქ არავინ მოღვე. თუ ვინო ხრები არიან და რა უნდა ამ დროს აქა? ბიჭები უნდა გავაფრთხილოთ ბიჭო. გვიანია ბიჭო, გვიან ვერ მოვასწრებთ. აბა რა უნდა ვქნათ კაც? სხვა გზა არ აქვს. ესენიც უნდა ავიყვანოთ მძევლად. კიდეთო? ამათმა რო აგვიყვანონ მერე? უნდა დავასწროთ ბიჭო, უნდა დავასწროთ. ჯერ აი ისა იქ. Guten Morgen. Morgen. Hände hoch. Hitler kaputt. ვიცით გენაცვლე. შევინახარ. რა გინდა ახლა? ტურისტი რო არა ვარ, გასაგებია, ხო? მაიცა, ამ ბაღში რა გინდა? ბოტანიკოსი, ხა? არც ბოტანიკოსი ვარ და არც ნორჩი ნატურალისტი. ბოტანიკოსი არა ხარ, ექსკურსანტი არა ხარ. ეხლა არას თქვა პოეტი ვარ, შთაგონებას ვეძებ. არა, პირდაპირ გეტყვით, გამონზიებელი ვარ. მე კოკა ვარ ჯაფარიძე პროკურატურიდან. თქვენ გეძებთ ბატონო კუკური. რა კუკური, ის კუკური. ბატონო კუკური, მე ვიცი რომ თქვენ და თქვენმა უცხო მეგობარმა, რომელთა შორის არის იუზა კაკაბაძე, ბანკი პროგრეს კედლის პრეზიდენტი პაატაკი კაჩეშვილი გაიტაცეთ და სამაგიეროდ ფული მოითხოვეთ. თქვენ ბრძანდებით იუზა კაკაბაძე? არა. მე აპერკოტა ვარ. სასიამოვნოა კოკა. იცოცხლე. ბატონო კუკური, სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, ერთი რამე რო არ კითხოთ არ შემიძლია. ფულს რამდენს სიტყოდით? რატომ არ დაიბარეთ? არა, საერთოდ გამტაცებლები კონკრეტულ თანხას ითხოვენ ხოლმე. ზოგი მილიონ, ზოგი ნახევარ-მილიონ, ზოგი 100,000, ზოგი 100 მანე, ზოგი თუმა, ზოგი შაურს. თქვენ კი თანხა არ დაგისახელებიათ. რატომ რა? დაგავიწყდათ? თუი ამის დედავატირე რა. ალექსეი! ალექსეი! რა საკეთე? ჯური!
ეხა წყნარად. ეხა მომისმენთ, აი გერ ეხა იარაღს დავდებ. წყნარად, შვილად ვილაპარაკოთ. გესმით? იმასაც დააგდები რე. შურიკ დააგდე იარაღი. რა უნდა დავაგო, შენ ხوار გაგიჟდი, კაცო. ოპერს უნდა შურულო, გაფრთხილებ დააგდე იარაღი, თორე წყალს გაგავეთრო. მე შემეუბნე. როგორ უნდა ვებრძოლო დამნაშავეობას ამ პირობებში? ეხა წყნარად. შვილად მომისმინეთ. შვილად. მე კოკა ჯაფარიძე ვარ პროკურატურიდან, ეს კი ნოშრევანი ვარ, ბატონო, მე ჟურული. ნორიკოსაც კემეზახია. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ დანაშაული ჩაიდინე. მძევალი ყავთ, აყვანელი. და ისეც ვიცით, რომ ბოდიში, მაგრამ დილეტანტი ყაჩაღები ხართ. მაცა ეგეთები არ იყოს. შელა, შვილოსა. თვალში ხმარ გეპატარავი. როგორ გეკადრებათ, ბატონო ჩემო, მაპატიებ, პირიქს როგორ ზამეთ. ოდე ეგრე ელაპარაკე. მაგრამ ჩვენ ისეც ვიცით, რომ თქვენ პატიოსანი წესიერი ვაშკაცი ადამიანები ხართ. ბატონი კუკური ღვაბერიას მეგობრების სხვანაირნი ვერც იქნებიან. ვიცი ბატონო, ვიცი რომ ის პაატა კიკაჩეიშვილი ნაცირალა, ვიცი. დაჩის ღირსია, ვიცი. მაგრამ არა ამ გზით. თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ, ეხლა ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. სანამ რაღაც გამოსავალს მოუნახავთ. ერთი რამე მინდა გთხოვოთ. ძალიან გთხოვთ, ამ ნიღბებს მოიხსნით, მე არ მინდა ვიცოდე თქვენ ვინახავთ. ხო, მართლა მეხუთე სად არის? ძევალს დარაჯობს? დიახ. ოღონდ იმას არა თქვენ რომ გონია. მეორეს. ვინ მეორეს? ვინ მეორეს? ხო, ის მეორე ვიღა. მიგადომრიეთ, კაცო. ნუ ბიჭდე. რა სტროლაი? დამშვიდი დაწყანდით ყველაფერი რიგზია. ოღონდ ისა ერთი სტუმრები გყავს რა. მიიღეთ. სტუმრები მიიღეთ. არა! მაპატიეთ. ბატონო კეთილშობილო ყაჩაღებო, ძალიან გთხოვთ, ცოტა ხნით დამტოვებთ ანუ ვაჟბატონებთან რა. სულ ცოტა ხნით. ოღონდ შორს არ წახვიდეთ. მოკლედ ასე, ბატონებო. ბედი თქვენი რომ ძევლად ქალბატონი მარიკა შეგხვდათ. და კიდევ ბედი თქვენი რომ თავარ მძევალს კიკაჩეიშვილს თქვენი არც ერთი სახე არ დაუნახავს. ასე რომ ახლა დავიშალოთ, წავიდეთ სახლებში და ოჯახებს ნუ ანერვიულებთ. მოიცა რა. თუთ ხმაკრინტი არ ჭირდება ახლა ამას დისკუსიები და ბევრი ვაი. და სხვათა შორის ზოგიერთებს შევახსენებ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ჯერ არავის გაუქმებია. და არც ნარკობარონებსა და მათ ბანკირებთან ბრძოლა აუგრძელავს ვინმე. და მე იმედი მაქვს, რომ მოხდება სასწაული და ერთი პატიოსანი გამომძიებლის მიერ გამოძიებული საქმე ჩამივარდება ხელთ. და თავად ის გამომძიებელი დამახმარება ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში. მოკლედ ბასტა ახლა დავიშალოთ, წავიდეთ, თორე მე შინია ჟურიკამ იმ ჩვენ ბანკის ვავა არ უქნას, ჯამრთელი მჭირდება სასამართლომდე. თქვენ მოგზანდებით ქალბატონო მარიკა? ცნობის მოყარეობა მომკლავს. რატომ კამბუსტა? ერთხელ რუსულის მასწავლებელმა გამოიძახა და კითხა: აბა ერთი ხილის სახელები ჩამომითვალეო. ხო და ეგეც ადგა ბატონო და ჩამოთვალა. კამბოსტა, გრუხ
Яблук. Чего? Мама. აბა გაიგნებები. ერთხელაც გაიგმე და აი. სამეხეკით გადავიღო. გადავიღო კენცა. შენა ალივარა ხარ? ვინაცვალე შენ რამდენი ხანი არ მინახი ხარ? შენ მეგობრები არიან? მოგენას. რა კარგები არიან. შვილი მელოდება, სურათებს მიყევ. წამოგენეცოლი. წამ. აზე ხარ ჯიგრებო? მიცნო, აი. ეღვინო იქნება სულდანიე და შატიკიტასი სულდანიე აბა ბიჭებო, ერთით დავლიოთ და სახლებში. სასა ახალი წელი იწყება. მართალია, წავიდე თორე დამახჩობს მედიკო, აი დამახჩობს. კარგი სახლში დროზე თორე. გაგვიმართო. აბა ფასტა, მოჩა. ბედნიერი ახალი წელი ყოფილიყო კი ამოჯახში. პაკატო ბუზი შევაქოდა დარაკოი მოიდა. ახალ წელს გავმარ. ჯოს! სიგარი ყაშა. აი, აბა ბიჭებო, ოღონდაც არ დამეკარგოთ ახლა რა. სად დავიკარგოთ იმზაგე. უგურა. გამოძიების ამბავს როგორც კი შეიტყობ, რა? მაშინ მე გამაგეონეთ, რომ გამისყდება გული. Yes. ისე ჩვენში დარჩეს და კარგი ბიჭია ჯაფარიძე. კარგად მუშაობს. ჯიგარი. შენ გასო, შენ მარტო. მე აღარც მეგონა თუ ჩვენში ესეთები იყვნენ, ხო? ნახდი ხარ, აი მეგონა. გუგურა დამეგდე ხოლე, მარტო იუზას გერო ყველას გაგვაგებინე რა, რო ვიცოდეთ რა. ხო, სწორი. ძნელია. ახალ წელს გავმარ. ჯოს! აუ, დაბაგვას გავაჩერდი მიწედა წავიდა. კიდე ერთი ბუჩკი. გენაცვალეთ თქვენ. საკარგია ყველანი ერთად რომ ხართ. ერთი რაღაცა უნდა გითხრათ. ტელევიზიამ სერიალი დამიკვეთა, ბაბა. დიდი სერიალი. მარიკა ჟღენტის დედექტივების მიხედვით. არ გადავა. ვაი, შენ გენაცვალე. აბა ვიდეო. ესე იგი მომავალ წელს ნახავთ შენ ფილმს. მართალია? სათაური რა ქვია, არ გამოგვეპაროსაც გეტყვით. ავა და ლუდი. რა და ლუდი? ანტრიპოლსკის სახელია და ვინო მანჯა. აბა. გიოსა და ლუდი. შენი ძირიმე რა. აი ჩემი ტაბაყუასთვის ერთი კაი გამტყველის როლი უნდა გამიგე. აბა რა, არაშვილი აუცილებლად. მაგ კაცო, თქვენ კიდე ახლა ხარ? აღარ მიდი გამწმა. დავები ბიჭებო. დამტოვეთ, შვილიშვილებთან დამტოვეთ. დავტოვეთ მაგას. შენოცა,
ბედი. აბა, კარგად გამოგვა. აბა, კიდევ ერთხელ კარგად ბედი. ადრე კოჩი სადგეზე მოიყოს. აბა, გამაღვარ და გავიწევი. კარგად შეიძლება. აბა, კარგად იცოცხლე. არა, სიყვარული თუ ბრალი ვარ, სიყვარული. გიო, ქორწილი როდის უნდა ვჭამოთ, გენაცვალე, ქორწილი. მალე, უკვე მალე, გაისად, გაისად. აჰა, ესე იგი ხვალე. აბა თქვენისთვის ბიჭო. კარგად. ნახვამდის.